უნდათ რომ ეს ძველი თბილისი გაეცოცხლებინათ. ეს იყო ხო აი ძალიან ბატონიშვილი გეგმა რომ ლევანთან ერთად. ნუ იმაივანზეც ხო გავა. ხილად გვაცა ხილად მოდი ანუ გამოხვალ აი ესე გადაიღე რა. დრო იყო ესეთი რომ თავარია ფასადურობა. ის მართვის ის მეთოდი რატომღაც დღემდე მოსწონთ. შეიძლება სიმღერებში და პოეზიაში უფრო მეც ვამბობ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგვიჩვენოს, თბილისში არის თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორის შოთა ყავდაშვილის ძეგლი, სადაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ძველ თბილისზე ვლაპარაკობთ და იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ რომ ეს ძველი თბილისი რამენაირად გაეცოცხლებინათ რა და ეს ყველაფერი მოხდა 1970-იან წლებში. შოთა ყავდაშვილი, იმიტომ რომ ეს რასაც აქ ხედავთ, ეს არის შოთას სახელოსნოს მიერ გაკეთებული რეგენერაცია, რესტავრაცია ზუსტად მაშინ აღარ მახსოვს ის სანახავია ის ნახაზები ზუსტად როგორ ერქვა, მაგრამ სანამ შოთა დაიწყებდა ამის დაგეგმარება ძალიან დიდი თეორიული შრომა ჩაატარა, თენგის კვირკველია იყო ესეთი. იმან გააკეთა წინასწარი, ასე ვთქვათ, შესწავლა. ძალიან კარგი იყო გიული გეგელი ესეთი არაჩვეულებრივი სულ ახლახანს გარდაიცვალა. საველე სამუშაოს ისასრულებდა. მე მახსოვს სხვათაშორის სანამ აქტიური ჩარევა მოხდებოდა რა. ეს აქ მთელი უბანი იყო. აქ ქუჩა ის ვიწრო იყო მუხრან ბატონის ქუჩა, თავისი არაჩვეულებრივი გადასასვლელით მდინარის მეორე ნაკრიზე ის აჟურული ხიდი რაღაცა დარჩა. მაგრამ რასაკვირველია იმ თბილისს ვეღარ ვიბრუნებთ რეალურად და შეიძლება სიმღერებში და პოეზიაში უფრო მეც ვამბობ, ვიდრე რეალურ ცხოვრება და ვაკეთებთ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. როგორი უნდა იყოს ეს ძველი თბილისი, ცოტა ბოჰემური, მოდი რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაცოცხლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისი უკვე ის აღარ იყო ის, რა ქვია, ღარაჩოღლის და კინტოს თბილისი. მოდი მხატვრებს, მომღერლებს და სახელოვან ხალხს მივცეთ ბიდები, რომლებიც აი უფრო შთაგონება რაღაც სხვანაირი ექნება. ბიჯინა კვერნაძეს უფრო იქით აბანოებთან მისცეს, რობერტ სტურუა აქვეა, რომ თვითონ რაღაცა, მაგრამ ისინი მაინც ჩემი აზრით ამ თბილისთან არ იყვნენ ისეთ კავშირში, ისე აი გამოჩენილი, რა ვიცი, გენიოსი ლაღიძე, რომლის თბილისო მე მაინც უფრო ქუთაისი მგონია რაღაცნაირად, ნუ ეს ასოციაცია. ეს არის ახალი თაობის არქიტექტორი, რომელსაც სულ იმას ასწავლიან, რაც იყო ძველი, ეს გადასაგდებია რა. ნუ რაღაცნაირად კი ვიღაცა იმასაც უხსნის, რომ ეს ისაა, მაგრამ მიდგომა ხო არის ახალ ცხოვრებას ვაჩენებთ, ჩვენ გვინდა სოციალისტური თბილისი და ამ დროს მოდერნისტულმა არქიტექტურაც რაღაც გაიჯეჯილა, იმიტომ რომ ეს, რომელიც სტალინისტურია, იწვევს კამათს და რაღაც ხო ეს თავი ხო მიუხედავად იმისა რომ აი ბიბლიოთეკა პირდაპირ იქ ხო არის საჯარო ბიბლიოთეკა ისიც ხო ის ცდილობაა რომ ქართული ინტერპრეტირება მოახდინო მაგრამ ის რაღაც სხვანაირად ახდენს ის კაცი იმიტომ რომ რაღაც დამკვეთით სხვანაირია მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძეა და აქ დამკვეთი არის ჰიდრომშენი დრო იყო ესეთი რომ თავარია ფასადურობა და ამ ფასადურობის ერთი მსხვერპლიც ეს არის
იყო აქ, ხო? რაღაცნაირად იყო. ეხლა ესეთი კარგი მახსოვრობა, როგორი იყო, ეს ქუჩა მახსოვს. ეს შენობა როგორ გადაკეთდა, იყო ეს შენობა, იმიტომ რომ ადრინდელ კი, ადრინდელ ნახატებში, ვისაც ძველი თბილისის ნახატული, ეს არსებობს რა. ნუ იქით ახლა ქვევით რო ჩახვალ, ეს ციტადელია. რეალურად იმ ციტადელიდან ის ციტადელი გამოიყენეს, დაშალეს და გამოიყენეს ის სახლების სამშენებლოდ, რომელიც ამ ციტადელის კალა, იმიტომ ქვია, რომ ამ ციხის შიგნით იყო. აი ეს წარმომადგენელი მეცხრა, ეს აქ არის. ეს არის კალა, აი ეს გაყვება, მე იქაც ხო ნანახი გაქვს ისე ქვევით როა ციტადელის ნაწილები, არა? ეს პირდაპირ პუშკინის ქუჩას აუყვები და მე დადიანის ქუჩაზეც არის აი ნაშთის მრგვალი როა ბოლოში დადიანის ქუჩის, ისიც ამ ციტადელის ნაწილია და მე ზეით რო აიხედავ, ისიც გაგრძელებაა და ანუ ნარიყალა და ეს ყველაფერი ეს კრავდა ამ ციტადელს. ეს იყო ხო, აი თლიანობა, ამიტომ უნდა შეხედო იმე რა ქვია, ვახუშტი ბატონიშვილის გეგმას. ამიტომ დაიარო ლევანთან ერთად. რეალურად ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ აი ეს ლაპარაკი საქმეთ როგორ გადავაქციოთ, ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა და კიდე კაი ჩვენკენ იყურება და უკან რა ხდება? ნუ იქითაც რომ გაიხედოს, ახლა აქედან თაწმინდა ჩანდა. ანუ და ესე იგი ის სილუეტის აღქმა რა, ამათმა ჩათვალეს რომ მათი რაღაცა ბიუჯეტში ფულის შესვლა და თავისი კეთილდღეობა უფრო მაღლაა ქალაქის აი რაღაცნაირ იმაზე რა. ეს ყველაფერი რაც მაინც ბიუჯეტში შესვლა სხვანაირადაც შეიძლება გააკეთო. მით უმეტეს, ნუ ეს რასაკვირველია, ამაზე ბევრი შემიწინააღმდეგება, აბა წინ არ წავიდეთ, მაგრამ თბილისის თვითმყოფობა აქ ჩანდა და ეს ის ისტორია, რომელიც თუ არ დარჩა, გამოგვიყვნენ ადამიანები, ისეთივე ცივი ადამიანები იქნებიან, როგორც ეს ფასადია. რახან აქა ვართ, როარ იოანე პეტრიცი, ჭიმჭიმელი ხო იყო მეორენაირად, არა? ეს არის ადამიანი, რომელმაც ქალაქის განმარტება თარგმნა ბერძნულიდან. ეს პლატონისეული, ეს ჩემ აღმოჩენად არის, ხო იცი? მე აღმოჩენს არ ვიტყვი, მაგრამ გითხარი, ხშირად ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად საბას რო უწერია იმ წიგნში, ხო, თანაცხოვრებისა და ეს როგორც არის რა ეხლა. ვისაც უფრო ცლად გინდათო, ნემესიოსი ნახეთო. და ეს ნახეთ ამას ამბობს მე-19 საუკუნეში, ხო? ეს ხო იყო მე-11-მე-12 საუკუნის მიჯნა. და ნემესიოსი მე-4 საუკუნეა, რომელიც პლატონის და არისტოტელეს იმეებს ნეოპლატონისტია რა. და ეს ამბობს, რომ ეს თანაცხოვრება, თითოეული მოქალაქის ვალდებულება, ეს ყველაფერი რომ ამათი თანაცხოვრება იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისი შენატანი აქვს ამ ქალაქის კეთილდღეობა და ეს თანაცხოვრება იმას ნიშნავს, რომ განაწილებულია და თვითეული ვალდებულია. რატო ვიკრიბებით ყველა ჩამოსული ხო, ჩამოსულია ისა. აქ ჩამოვიდნენ და თავისი ახალი ცხოვრება დაიწყეს. ვიღაცამ იმ ხოხობი რო ჩამოაგდეს მაშინ და ვიღაცამ აი როცა ორთქმავალმა იხულა ფოთში. საფეხური და პატარა აი თითქოს არაფერია, მაგრამ ფეხის შესაწევი უნდა იყოს აუცილებლად და იმიტომაა ეს ნახატი კარგი. ეს სიმაღლე უნდა იყოს ყველგან ერთნაირი. ერთი ციხეში აკეთებენ სხვადასხვა ზღომისას, რომ თუ გაიქცა ვინმე, აი ფეხი აებლანდოს და წაიქცეს და აქ ყველა შეიძლება წაიქცეს, იმიტომ რომ ვიღაცა უნიჭო კაცი, რომელმაც ხელობა არ იცის, საშუალო განათლება უნდა მაგას იძლეოდეს, საშუალო სპეცია რა ქვია, პროფტექნიკური, ხო? პროფტექნიკური ჩვენ სიტყვა შევიძულეთ, თორე პროფესია ის აძლევს, ის ვერა იმ პროფესიის მასწავლებელმა უნდა უთხროს, ეს რასაც შენ აქ აკეთებ, არ შეიძლება და უნდა გააკეთო ესე. ამას ეხლა ხედავთ ჩვენ წინ. ხო, აი აივნები როა ის სახლია, ხო? რეალურად ის ქუჩა ესეთი იყო. თბილისი ეს არის აი პატარა ეზო. ნუ მაშინ ის ყოფნიდა იმ ადამიანს და მე როცა ეს მოხდა ეს სოვიეტიზაცია და ნაციონალიზაცია და ყველას უთხრეს, რომ ერთი ბინა, რომელიც მაგათ მოქალაქე აზიზოს ეკუთვნოდა, უნდა ეკუთვნოდეს
აზიზოვს, გელბახიანს, იმას, ამას, აღარ გამოდის ესე რა. და ნუ აი ეს იდეები რომ ეს უნდა ყველა საერთო, ყველა იქნა არ ჯზის რა ჩვენ მენტალიტეტში რეალურად და მართვაზიის ის მართვის ის მეთოდი რატომღაც დღემდე მოსწონთ. პირფერობა ის და რა დროც მოვა მედროვეობა. ხო და ნუ ეს ყველაფერი ეს არქიტექტურაში ესე აისახება. ნახე როგორ დახრილია ეს რეალურად არა ყველა ამას და მოვა ის სამხარაული დაქირავებული ექსპერტი იტყვის რომ აბა ავქნათ. ხო და არავინ არ ცდილობს იმას რომ ეს მარტო აქ ხო არ ინგრევა. რა კარგია რა თქვენ არქიტექტორი ბრძანდებით ჩვენ აი ამ სახლის მაცხოვრებლები და განვითარების ფონდთან გვაქვს შეთანხმება რომ გააკეთონ და კანონის თანახმად ორივე არ აწერს ხელს და არის შეჩერებული ეს საქმე. რა გავაკეთოთ? რა ვიცი, აბა მე ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ არ მისმენენ. ყველანი აი ვინც აქ ცხოვრობთ, ყველანი ერთ აზრზე ხართ? ორის გარდა რესტორანია დაბლა და აი ეს მე პატრონე და რა გავაკეთოთ? თქვენ ხართ თავმჯდომარე? არა, მე რა ვარ, მაგრამ ვიყავი თავმჯდომარე და ეხლა სხვა გადავაბარე და ვიღავი ამ ხალხთან ურთიერთობით და სირბილი. თოლეარ. ხო და აი ეს ხალხი ამ მიდის იმ დონემდე რომ ვინგრევ. გამიშვით სადმე, მაგრამ გეძვირფასებათ აქ ცხოვრება? უკვე აღარ. აი ხო ხედავ. და მოგზავნით აღარ. შეიძლება რა დროშია. ნუ აი ხო ხედავ. რა კარგი ფართეკიბეებია და აკვირდით. და როგორი სიმაღლე 27 კიბია. და თვითონ როგორი მაღალია. ყველაზე ძველი მაცხოვრებელი ამ სახლის ცოცხალი ვინმე სახსოვს? 79 წელში გადმოსული. 79 წელში. აი როცა ის კეთდებოდა? უკვე გაკეთებული. გაკეთებული იყო 79. თბილისობა 79-ში რო ჩატარდა, აქ მაშინ და რატო გადმოხვედით აქ? აი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ბებიაჩემი, ნუ ბებიას მინაში ცხოვრობდი და იმ სახეს გაუკეთა რეაბილიტაცია. და პარალელურად აქედან ებრაელების ოჯახი გავიდნენ და ნუ ის ინგრეოდა, იმიტომ რომ იქ ის გაიშალა, იქ სახლი აღარ დადგა. მე გამოვედი აქ, მაგრამ მაშინ იყო არაჩვეულებრივად გააკეთებული ის აივანიც ეს. მაგრამ შეგინით რამე გააკეთეს? აი რა გააკეთეს შიგნით. ამ სახსის აივნები გადახურული ქონდა. შუშაბანდი იყო და აი ამ შუშაბანდის მაგიოზე აი სადაც მე ვცხოვრობ, აი აქ მინაშენი გაუკეთეს. პირველ სართულსაც რომ მოუნგრია შუშაბანდი, ოთახი დაუმატეს. ეს რო გააკეთა, ყველაფერი კარგად იყო. 2000 წელში განვითარების ფონდმა გააკეთა საძირკველი, გააკეთა ზედაპირული სამუშაოები, ვისაც ნუ რაღაც განსაზღვრული თანხა იყო გამოყოფილი, რომ იმ თანხაში ჩატეული იყო ეს. ნუ 2000 წლიდან ხო მე მისტერ ბუში რომ ჩამოვიდა 2005 წელში სააკაშვილმა ფასადი გააკეთა, ყვავილები და ძალიან დონეზე იყო კიდე, მაგრამ 20 წელი გავიდა. კლიმატობლი, მიწისძვრა, გრევა, მიწისძვრა და ყველაფერი ერთად. იმ აივანზეც ხო გავა? გაგიყვან, გავაკეთე. აი, ხშირად მან ძალიან სამწუხარო ჩავარდი. ხო, აი ხო ხედავთ ეს უკვე ხილად გვაცავთ, ხილად. მოდი ანუ გამოხვალ, აი ესე გადაიღე რა. მოვიდა ინსპექცია და მეუბნება რომ თუ არ გააკეთეო, დაჯარიმდებითო, ვინმეს რო თავში დაეწე, მესამე პირზე და შენ რო ცხოვრობ აქ. ეგ არ იქნება. მე გითხრათ, რაც ჩემი სიტყვებიდან ვიცი, ისინი ძირძველი მოსახლეობა იყო ჩვენში. ეს არის მე ამ მოთხრილი კომუნისტების პერიოდში, რამაც გამოიწვია ამ შენობის დაზიანება. ეს იყო დახურული ზონა შევარდნაძის დროს, როდესაც მოდიოდა პირველი პირები აქ შემოყავდა.
ზუსტად მივადექით მე მგონი რასაც ვეძებდი. კი. ის კიბე. ხო, აი თბილისი იყო ურთიერთობა. მოდი ნახე. აქ დააკვირდით კიბეებს რა. ძალიან თვითონ გეგმარებაც ძალიან საინტერესოა ამ სახლის. ხო, მეზობლები ხომ მახსოვს ეს უწყველე ერთმანეთთან ჩხუბობდა, მაგრამ ნუ კიბეებით არის საშუალება რომ თან განცალკევდნენ. ანუ ესეთ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილებაა და ნუ იმდენად რთულია ახლა ამის რაღაცნაირად ცვლილება რომ დარჩეს. ჩვენ რო ლაპარაკობთ ხოლმე დამოკიდებულება თვითონ მაცხოვრებლის რა. აი ნახე როგორ დამოკიდებულება, ამას აქვს დამოკიდებულება. ეს განიცდის რომ რაღაცა წესრიგი იყოს. მიუხედავად იმისა რომ სახლი შეიძლება ისე არ მოგეწონოს, მაგრამ ამ ყვავილებით როგორც ფრენკ ლოიდ რაიტი ჩვენ ისე ქირურგს შეუძლია უბრალოდ მოკლას პაციენტზე. ჩვენ შენობა შეიძლება უბრალოდ აუშვათ მწვანე. აქ იყო დიღმის კარი. აი ხო მაგას ვერ ვნახავ საერთოდ. აი აქ იყო რა და ეხლა მაშინ როგორ ტოპოგრაფია როგორ შეიცვალა? არა ხო აი აქ სადაც აი აქ იყო რა. ო ქალაქი მორჩა ეს უკვე ეს გლანია უკვე გლანში. იმ დროინდელ გლანში. თუმცა ნუ ახლა ესე. მოდი აი ესე უნდა შევიდეთ. ნუ ეს არის გოგჩის ქუჩა და ეს არის გამარჯვებული სოციალიზმი აქეთ აგვაქვს. და დამარცხებული ძველი თბილისი აქეთ, გარეთუბანი დავარქვათ ბატონო, კარგი. ეს სახლი ომამდე აშენებული და ომი რო დაიწყო, ეთყობა ვეღარ მოასწრეს, აი ეს უკანა მხრის, ასე ვთქვათ, წესრიგში მოყვანა. როგორი კონტრასტულია. კონკრეტულ ქუჩაზე ვარ, სადაც ეს იდეა გვხვდება, იმიტომ რომ აი ელემენტარულად ასკდები ბევრი ადამიანთან დაკავშირებულ პრობლემას. საფასადეთ, what a nice city. გამოვიდა ეს, რა ქვია? Que bella città. მაგრამ აი città შემოყვარდა, აი città. ეს არის აი როგორი ქალაქი იყო რომ რაღაც ურთიერთობა ეს იყო რა მიუხედავად იმისა რომ ალბათ ძალიან ერთმანეთს ხოცავდნენ ეს სანამ ერთი კაცის იყო არა მაგრამ აი მე ეს საბჭოური ის რა ხო თან აი ეთყობა შეძლებული კაცის იყო იმიტომ რომ აი პირველი სართული რაღაცა ქუჩაზე გამავალი ფასადი რაღაც ყველაფერი და ამ დროს აი რასაც კარგავს და რაც არის ღირებული და რაც წიგნებშია და რაღაცა რა გოგჩის ქუჩა შენ მაგირად ყველას გააკეთებს სახელმწიფო, მაგაზე გავიზარდეთ. და იმდენად მძიმე პრესი იყო, რომ რომ შენ გეკუთვნის, არა, ამის ის განცდა თანდათან და წაიშალა და ყველაფერი ეკუთვნის ყველას. და ყველაფერი ეკუთვნის ყველას, ისე ადვილი ექსპერიმენტი არ აღმოჩნდა. ხო, კაი. ხელები ავწიეთ.